საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს მრევლს იმისი, რომ მამაო არის მოკლული. ბერი ნიკოლოზის მრევლს ეჭვი აქვს, რომ ის მოკლეს. გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ უნდა გაირკვეს, იქამდე კი ცნობილი ხდება, რომ ნიკოლოზ მაქარაშვილი 9 აპრილის შემდეგ მრევლთან აღარ გამოსულა. ფონიჭალაში იმ კორპუსის სადარბაზოში, სადაც ის ცხოვრობდა, ხმაური და დაპირისპირება იყო. მრევლი ბერის ბინაში შესვლას ითხოვდა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების გამო პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. მეუფე იაკობის შემდეგ პატრიარქის არჩევნებში ჩარევაზე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსიც საუბრობს. მინდა მიმართო ხელისუფლებას და ვთხოვო, ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ. ნათქვამია გიორგი ჯამდელიანის განცხადებაში. კონკრეტულად რასან ვის გულისხმობს მღვდელმთავარი არ აკონკრეტებს. ის ხელისუფლებას შეახსენებს, რომ პატრიარქების გამორჩევის უფლება ყოველთვის ეპისკოპოსთა კრებას ეკუთვნოდა. თუ იქნება ნავთობი, იქნება ფულიც. უნგრეთის ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერის ორბანის ულტიმატუმი უკრაინას. როგორც ის ამბობს, დრუჟბის მილსადენით ნავთობის მიწოდების აღდგენის შემთხვევაში უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდიან კრედიტს აღარ დაბლოკავს. ორბანის თქმითვე უკრაინიდან მიიღო სიგნალი, რომ ნავთობის მიწოდება ორშაბათიდან განახლდება. ირანს ჯერ არ გადაუწყვეტია გაგზავნის თუ არა პაკისტანში ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციას. მოლაპარაკებები ისლამაბადში ხვალაა დაგეგმილი და ეს ტრამპმაც დაადასტურა. შტატების დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.